მე ჩემს ერთ წუთს ვუთმობ დიასახლის, მასწავლებელს, დალაგს, მძღოლს, პატარა ბავშვს, მოხუცს, ექიმს, წერას, მეზობელს და ყველა კეთილი ჩამდენ ადამიანს. შენ გაქვს ერთი წუთი, რაც გინდა ის თქვი. შეყვარებული ხარ თუ გულნათქენი, მარტოსული ხარ თუ გახარებული. ჩაატე ამ ერთ წუთს თქვი. მე მინდა ვისაუბრო თემაზე, რომელზეც ყველაზე ხშირად მეფიქრება უკანასკნელ პერიოდში და ეს თემა არის სისტემები, წესები, კანონები. ჩემი აზრით ამ ყველაფერთან დაკავშირებით ყველა ადამიანმა უნდა დასვას კითხვა, ანუ კრიტიკულად უნდა მიუდგეს ყველაფერს, რაც მას ერგო ბავშვობიდან და ყველაფერს არ უნდა შეეგუოს ალბათ ადამიანი. იმიტომ რომ ამ კითხვების დასმას გარკვეულწილად ეს კითხვების დასმა გაახლოვებს საკუთარ თავთან, ანუ რეალურად გებულობ რა გინდა, რა მოგწონს, რა არ მოგწონს, რისი გჯერა, რისი არ გჯერა და ამით ხდები უფრო მეტად ინდივიდუალური. რასაც მიყავხარ ალბათ თავისუფლებამდე, ანუ არ გულისხმობ ფიზიკურ თავისუფლებას, რომ ქუჩაში შიშველმა გაიარო, იგულისხმება ცნობიერის თავისუფლება, რაც ერთგვარად ადამიანის განვითარებაზეც აისახება. ამ სივრცეში ხედავ უსასრულო რაოდენობით დადებით, როდესაც აღწევ თავისუფლებას და დრო არ რჩება უსასრულო რაოდენობით უარყოფითზე. მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა მეტი დრო უნდა დაუთმოთ ამ დადებით და ეს ყველაფერი ჩვენში ვერ დაეტევა და ძალაუნებურად ჩვენ ამ ყველაფერს გავცემთ ერთმანეთში.